პროვინციაში. ამიტომ თუ გამოვიღვიძებ და გვინდა რომ ეპიზოდენად სიმართლე გქონდეს პროვინციაში, მაშინ გამოვიღვიძოთ და დავიცვათ ენამამულის სარწმუნოება. რაზედაც მივიდოდა მათუშვიათ გამსახურდია და მე რა გოსავა. მათი წინაშე რომ წავდგეთ, შემოგვიფასებო ამისათვის ბრძოლა არის საჭირო. იმიტომ რომ ყველა ქართველს და ყველა ადამიანს რომელიც იბადება ამ წუთის სოფელში თავისი მისია შესასრულებელი და ჩვენ დღეს რასაც ვაკეთებთ ჩვენს მისიას ვიხდით მეგობრებო. დანარჩენი თქვენზეა დამოკიდებული თუ როგორ მიიტან გულამდე ჩვენ საუბარს, ჩვენ დღევანდელ საუბარს მეგობრებო. ამიტომ გამოდით კიდევ ერთხელ ვამბობ, იმიტომ რომ დრო იწურება ის ძვირფასი დრო, რომელიც ღმერთმა მოგცა ჩვენ, თითოეულ ჩვენთაგანს. ამიტომ ნუ მივცემთ იმის უფლება ჩვენს თავს, რომ დავიძინოთ, იმიტომ რომ ჩვენი არ მოქმედებით იყიდება ის მიწაწყალი, რაც ვერ შეძლეს ყოფით, ხმლებით, დღეს ფულით იყიდება. ეს ფულით იყიდება, მე ისევ ვიმეორებ, რომ მე არავინ არ მძულს. არც ერთი ერი არ მძულს, მაგრამ საქართველოს მიწა არ უნდა გაიყიდოს. საქართველოს მიწა არ იყიდება. ამიტომ ყველამ კარგად გაიგოს, რომ საქართველოს მიწა არ იყიდება და ვინც ამას გაყიდის, ის მიიღებს უფლის მახვილს. გეუბნებით თქვენ და მოუწოდებ დღევანდელ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას. თუ თქვენ ყიდით საქართველოს მიწას, მაშინ თქვენ მიიღებთ უფლის მახვილს. ეს დაიმახსოვრეთ, ამას მე გეუბნებით და გელაღვილავა. ღმერთის სახელით მოგიწოდებთ თქვენ, მე არ გესაუბრებით ჩემი აზრით და გონებით. ამიტომ ღმერთის დაგონებით, გეუბნებით რასაც გეუბნებით. თუ არ მოიგებით გონზე და თუ არ იტყვით უარს იმაზე, რაზედაც თანხმობა დღით და ხელი მოაწერეთ იმ მიწაწყალზე, რომელიც არის მორწყული წმინდა სისხლით, ეს თქვენ არ გეპატიებათ. ეს კარგად დაიმახსოვრეთ და არავის არ ებატიება ეს, არც ერთ ქართველს არ ებატიება ქართული მიწის გაყიდვა. იმიტომ რომ ქართული მიწა არის ქართველი ხალხის და ქართველი ხალხი უპატრონებს მაგას, სანამ უფალი მოგცემს ამის უფლებას. ამიტომ მოგიწოდებთ ყველას, დამოდით და დავიცვათ ენამამულის სარწმუნოება. ეს ეხება როგორც მამაკაცს, ასევე